მოგესალმებით, მეგობრებო. ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომას. დღეს წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს ორი საკითხი. პირველი ეს არის კონვენცია საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ. კონვენციის ძალაში შესვლის პროცედურების დასრულების უზრუნველყოფის მიზნით მის მიმართ გასაკეთებელი დეკლარაციების პროექტი საკმაოდ რთული დასახელებით და იმედია ქალბატონი მარიამ ქრივიშვილი გაგვარკვევს რას ნიშნავს ეს. და მეორე საკითხი არის შედარებით უფრო მარტივი პროექტი საკონსულო საქმიანობის შესახებ. ქალბატონი ხათუნა თოთლაძე წარმოადგენს ამ საკითხს და გთხოვთ თანხმობას დღის წესრიგზე. მადლობთ ქალბატონო მარიამ, სიტყვას გადმოგცემთ თქვენ. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა. რეალურად წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვან კანონ პროექტს, რომელსაც დიდი ხანია ნამდვილად ელოდებოდა ჩვენი კერძო სექტორი, რომელიც ოპერირებს საავიაციო ინდუსტრიაში და ბევრი წლის ასე ვთქვათ მუშაობის შემდგომ დღეს მომხმარებლები ვართ, რომ პირველი მოსმენით გამოგვაქვს კეიპტაუნის კონვენცია თქვენი მხარდაჭერის ასე ვთქვათ მოსაპოვებლად. მოგეხსენებთ, რომ 2001 წლიდან ქალაქ კეიპტაუნში კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მიღებულ იქნა კონვენცია საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების მიღების შესახებ. კონვენციის მთავარი მიზანია ფინანსური რისკების შემცირება, თვითმფრინავებისა და სხვა საავიაციო მოწყობილობების შესყიდვის, იჯარის ან ლიზინგის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც იცავს კრედიტორებს, მაგალითად ბანკებს, ლიზინგის კომპანიებს და მათ უფლებებს, მაშინაც კი, როცა მოწყობილობა სხვა ქვეყანაში იმყოფება და მესამე ნებისმიერი საერთაშორისო ინტერესის დარეგისტრირება საჯარო რეესტრში, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალეობას. კონვენციაზე შეერთებით გაუმჯობესდება ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ავიაციის სექტორში, რადგან კონვენცია ახდენს სამართლებრივი სტანდარტების ჰარმონიზაციას, რაც ამარტივებს ტრანსნაციონალურ ლიზინგს და ფინანსურ ოპერაციებს. შესაბამისად, საქართველოს წარმოჩინდება როგორც საიმედო პარტნიორი საერთაშორისო ბიზნესისთვის, რაც თავის მხრივ ხელშეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას საავიაციო სექტორში. კონვენციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ოქმი, რომელიც დეტალურად აწესრიგებს ავიაციის სფეროში გარანტიების ქმედით მექანიზმებს. კონვენციისა და ოქმის დასკვნითი დებულებების საშუალებას აძლევს ხელშემკრულ მხარეს გააკეთოს დათქმები კონვენციისა და ოქმის მოქმედებისა და გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით. ასევე მოგახსენებთ, რომ საქართველოს კონვენციასა და ოქმთან შეერთების შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები 2007 წლის 6 ნოემბერს დაასრულა. საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა მიღებული დადგენილება ნომერი 54/22 კონვენციისა და ოქმზე შეერთების თაობაზე, თუმცა 2012 წელს კონვენციის დეპოზიტარმა აცნობა საქართველოს, რომ კონვენციისა და ოქმზე გაკეთებული განაცხადი სრულად არ ასახავდა კონვენციის მოთხოვნებს. შესაბამისად, მიუხედავად შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებისა, საქართველოს ვერ გახდა კონვენციისა და ოქმის ხელშემკრელი მხარე. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დარგთან ჰქონდა კონსულტაციები, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ მათთან ერთად, ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია და გასული წლიდან მომდინარე დღემდე რეალურად ხელახლა დავიწყეთ მუშაობა აღნიშნულ პროექტზე და დღეს დეპოზიტართან კონსულტაციის შედეგად უკვე შემუშავდა დეკლარაციის ახალი პროექტი, რომელიც პასუხობს კონვენციის სრულყოფილად ამოქმედებისთვის საჭირო მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კონვენციასა და ოქმთან შეერთების პროცედურების დასრულების მიზნით მიზანშეწონილია შეტანილი იქნა ცვლილება საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 6 ნოემბრის ნომერი 54/22 დადგენილებაში კერძო დადგენილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბებულ იქნას დეკლარაციების ახალი რედაქციის გათვალისწინებით. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ცვლილებას ნამდვილად დიდი ხანია ელოდება ადგილობრივი კერძო სექტორი და რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო გლობალურ ავიაციის ინდუსტრიაში, რაც ცალსახად გააძლიერებს ქართულ ავიაციას, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქართულმა ავიაკომპანიებმა უფრო თავისუფლად, უფრო შეღავათიანი პირობებით, ისარგებლონ სალიზინგო პირობებით, ჩამოიყვანონ მეტი ხომალდები და შესაბამისად ჩვენმა ავიაკომპანიებმა შეასრულონ მეტი პირდაპირი ფრენა. იქნება ეს სატვირთო თუ სამგზავრო მემართულებით, რაც რა თქმა უნდა გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ. დიდი მადლობა. მადლობთ, ქალბატონი მარიამი.
მოგესალმებით, დიდი მადლობა წარმოდგენილი დეკლარაციისათვის. ორი კითხვა მექნება. ერთი, თუ შეგიძლიათ რომ უშუალოდ აიმ ჩანაწერზე გითხრათ, რას მოიცავს ეს ჩანაწერი და მეორე რომ გითხრათ, რა იყო მიზეზი 2012 წლიდან აი ამ შეფერხების, ანუ ამდენი ხანი რატო დაჭერდა ამ ტექსტთან იყო დაკავშირებული თუ რაიმე სხვა საკითხი იყო, რაც არის მიზეზი, ვთქვათ 2012 წლიდან არსებული ტექსტის მერე დღეს 2025 წლამდე ვადის ასეთი გაგრძელების ნაწილი რა იყო ძირითადი მიზეზი? მადლობა. ალბათ ბოლოდან დავიწყებ, რომელიც მეტნაკლებად მაინც აჯერებს ორივე კითხვას. პირველი და უმთავრესი, ჩვენ რამდენადაც გავეცანით, ასე ვთქვათ, 2007 წლის და შემდგომი პერიოდის, ასე ვთქვათ, სამუშაოებს, ძირითადი, ასე ვთქვათ, თანხwebdriver ვერ მოხდა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო მეორე მხარისთვის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო მზაობა და მდგრადობა ჩვენი საავიაციო ინდუსტრიისა. მოგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ავიაციის სექტორი განსაკუთრებით გაძლიერდა, რამაც რა თქმა უნდა მისცა ბიძგი აღნიშნული საკითხის წინ წამოწევას, რადგან კეიპტაუნის კონვენციაზე დაერთება ერთ მნიშვნელოვნად და მხოლოდ არის ახალისება ადგილობრივი კერძო სექტორის და რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია საქართველოში ავიაკომპანიების რეგისტრაციის, ასე ვთქვათ, ტემპი, ვხედავთ, რომ მეტი და მეტი ქართული, ასე ვთქვათ, ავიაკომპანია რეგისტრირდება, რომელსაც სურს, რომ ასე ვთქვათ, გაზარდოს ხომალდების რაოდენობა, კიდევ ერთხელ დარგთან კონსულტაციის შედეგად დღეს დადგა ის დღეს არა ვიტყოდი გასულ წელს, იმიტომ რომ 2024 წლიდან არის ფაქტობრივად, როცა ჩვენ მუშაობთ ამ საკითხზე, უბრალოდ ბუნებრივია საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე 24 წლიდან დღემდე ძალიან ბევრი რიგი, ასე ვთქვათ, ნიუანსებიდან გამომდინარე მოვედით დღეს პარლამენტში ამ საკითხის წარმოსადგენად, თუმცა მოკლედ ვიტყოდი, რომ ძირითადი ნიუანსები გამომდინარეობდა იურიდიული, ფინანსური და სხვა ნიუანსებით, რომელიც თანხwebdriverში უნდა ყოფილიყო სახელმწიფოსთან, ისევე როგორც მეორეს მხრივ კეიპტაუნის კონვენციის ერთად პირობებთან. ძირითადად იყო ფინანსური, თქვენც გთხოვთ, რომ უფრო დეტალურად როგორც ასეთი შინაარსობრივი წინააღმდეგობა სახელმწიფოს არ ქონია, უბრალოდ 2012 წლიდან მას შემდეგ რაც ოფიციალურად გაირკვა, რომ დეპოზიტარისთვის არ იყო მისაღები ის დათქმები, რომელზეც იმუშავა მაშინ სახელმწიფომ და გამოიცა დადგენილება, დადგა დღის წესრიგში გადამუშავებული იყო, უბრალოდ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისითაც არ იყო გარკვეული, იმიტომ რომ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. თითქოს ცალმხრივად ვიყავით მიერთებული კონვენციაზე, თუმცა საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე არ ვიყავით სრულად მიერთებული, ცოტა ისეთი კაზუსური რაღაც სიტუაცია იყო და შემდგომ უკვე პარლამენტთან, მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, მას შემდეგ რაც თან თავიდან დადგა დღის წესრიგში უკვე ინდუსტრიის მხრიდანაც დაინიცირდა ეს საკითხი და მწვავედ დაიდგა ნამდვილად თან პანდემიის შემდგომ უკვე, როცა ნამდვილად ჭირდებოდათ გააქტიურდა მოკლედ მუშაობა ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანიებისთვის ახალი ბორტების შემოყვანა. აი ამის შემდეგ ამ გარკვეული რაღაც მოლაპარაკებების შემდეგ ასევე უნიდროასთან თვითონ დეპოზიტართანაც ქონდა ჩვენ კონსულტაციები და სათითაოდ გავიარეთ ის დათქმები, რაზეც მუშაობდით და ეს უბრალოდ ეხლა იქნა წარმოდგენილი გასულ წელს, თორე მუშაობა მიმდინარეობდა შეძლების დაგვარად, უბრალოდ პანდემია მათ შეაფერხა ეს პროცესი და მე უკვე აქტიური ტემპებით წავიდა წინ. მადლობა. სხვა კითხვები თუ არ არის, ანუ მე როგორც მივხვდი ეს არანაირი ვალდებულება ჩვენ არ აქვს ნებაყოფილობით უერთდებით ამ კონვენციას, ხო? არანაირი საერთაშორისო ვალდებულება ჩვენ ამ ხრივ არ გვაქვს. არა, მათ შორის არც საბიუჯეტო ვალდებულება არ წარმოგვეშობა. აქვე ორი სიტყვით დავამატებ, რომ ზოგადად ავიაციაში ძალიან ბევრი რეგულაცია, რომელიც მუდმივად ხდება, მუდმივად ასე ვთქვათ, გადახედვას ექვემდებარება. ჩვენ ხშირად ვსტუმრობთ პარლამენტს იმისთვის, რომ თანხwebdriverში მოვიყვანოთ საქართველოს ავიაციო კანონი, ისევე როგორც ასე ვთქვათ, ბრიგი ნორმატიული აქტები, რომელიც უფრო და უფრო მეტად უახლოვდება მათ შორის და უმთავრესად ევროპულ სტანდარტებს. საკმაოდ ნორმალური და აპრობირებული მეთოდია, როდესაც არსებული ნორმები პერიოდულად იცვლება, რომელიც აუცილებლად უნდა პასუხობდეს საერთაშორისო ნორმებს და მეორეს მხრივ არის საკითხები, რომლებიც გამომდინარეობს კერძო სექტორის, ასე ვთქვათ, ხელშეწყობიდან და გაძლიერებიდან გამომდინარე, შესაბამისად ყველაფერს რაღაც თავის თანმიმდევრული ეტაპები აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად, ასე ვთქვათ, კოორდინაციას
კომბინაციაში ვართ კერძო სექტორთან, რადგან ნებისმიერი ახალი ან თუნდაც ცვლილება არსებულ დადგენილებებში თუ კანონში პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს კერძო სექტორის გაძლიერებას და ავიაციის სექტორისთვის აღნიშნული კონვენციის, ასე ვთქვათ, დანერგით და დაერთვებით, როგორც მოგახსენეთ, ეცვლება ორი ძირითადი მთავარი, ასე ვთქვათ, სამი ძირითადი რაღაც ითვლება. ერთი და პირველი, ეს არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა ხდება ბევრად უფრო მიმზიდველი და იძენს უფრო მეტ ნდობას უშუალოდ ამ შემთხვევაში ავიაციის კუთხით ვისაუბრებთ სალიზინგო კომპანიებისთვის, რამე თუ ერთის მხრივ და ძირითადად დაცულია მათი ინტერესები. სალიზინგო კომპანიები ძირითადად არიან ის კომპანიები, რომლებიც ფლობენ ავიახომალდებს და შემდგომ ლიზინგით გადასცემენ სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს. ეს ერთი. ეს მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, აძლევს მეტ სიმყარეს ქართულ ავიაკომპანიებსაც ამ შემთხვევაში ჩვენი რეალობის გათვალისწინებით ამარტივებს მათი მხრიდან სალიზინგო კომპანიებთან ურთიერთობას, შესაბამისად მათ უმარტივდებათ ლიზინგით ავიახომალდების შემოყვანა ჩვენ შემთხვევაში საქართველოში, შესაბამისად გვიჭდება წვდომა უფრო მეტ ხომალდზე იმისთვის, რომ ბიზნესის, ასე ვთქვათ, სიდიდიდან გამომდინარე ავიაკომპანიებმა შეძლონ მეტი რეისის ოპერირება, იქნება ეს სატვირთო თუ იქნება ეს სამგზავრო. და მესამე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რისკების, ასე ვთქვათ, პოტენციური რისკების შემცირებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ლიზინგთან დაკავშირებული ხარჯების პროპორციული შემცირებაც ხდება. ასე რომ ეს ძირითადად კიდევ ერთხელ რატო ხაზს უსვავთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება სექტორისთვის, რადგან ეს მეტწილად ეხება იმას, რომ ჩვენ ადგილობრივ საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს უჩნდებათ ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გაზარდონ ხომალდების რაოდენობა. უკეთესი პირობებით. კი ბატონო, მადლობა. ანუ რეალურად მე როგორც მივხვდი, ეს არის რაღაც ინვესტიციების დაცვის მსგავსი ტიპის შეთანხმება, როდესაც ვთქვათ ინვესტორი, როდესაც ფულს დებს ქვეყანაში, ჭირდება მყარი გარანტიები მისი ინვესტიციების დაცვის. ამ შემთხვევაში ეს არის სალიზინგო კომპანიების დაცვის მყარი გარანტია და ასევე ლიზინგის ფასი შემცირდება ჩვენი კომპანიების. სწორად მივხვდით? სწორად მივხვდით, აღნიშნული აღნიშნული კანონ პროექტით და ცვლილებით რეალურად მოხდება სრულად დაცვა ხომალდის მფლობელის ინტერესის, რომელიც მაგალითისთვის გახლავთ სალიზინგო კომპანია და ასე ვთქვათ, თუ კი ასეთი დადგება, როდესაც ხომალდის მფლობელ კომპანიას ექნება სურვილი რაიმე მიზეზის გამო, რომ გაიწვიოს ხომალდი რეგისტრაციის, ასე ვთქვათ, ქვერეგისტრაციის მიუხედავად, უპირატესი უფლებამოსილება ამის გასაკეთებლად ექნება მხოლოდ და მხოლოდ ხომალდის მფლობელს, რაც რა თქმა უნდა აძლევს ამ შემთხვევაში შეგვიძლია ინვესტორი მხარე დავარქვათ, შეგვიძლია სალიზინგო მხარე დავარქვათ, მათ შორის სასამართლო პროცესების გარეშე, რაც რა თქმა უნდა ამარტივებს პროცესს და ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ნდობის ხარისხით ამ ნაწილში და ჩვენი კომპანიების პირველ რიგში და უმთავრესად დიდწილად იზრდება. კი ბატონო, მადლობა. კი ბატონო რიაკლი. ლიზინგით რო შემოყავს აი ამ შემთხვევაში. ანუ ის ავიაკომპანია თავისი დროშის და თავისი ლოგოთი და თავისი იმით, ხო? დიახ, ავიაკომპანიის რეგისტრაციას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, გაწერილი ნორმები. ჩვენ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად სინქრონი გავაკეთეთ ევროპულ რეგულაციებთან. პირველ რიგში, როდესაც ხდება ავიაკომპანიის რეგისტრირება, ავიაკომპანია იღებს ავიაკომპანიის რეგისტრირების სერტიფიკატს, შემდეგ იღებს ოპერირების ლიცენზიას და შემდგომ უკვე იწყებს, ასე ვთქვათ, რეისების შესრულებას, იქნება ეს სამგზავრო თუ იქნება ეს სატვირთო. შესაბამისად, ავიაკომპანიას პერიოდულად, რა თქმა უნდა, აქვს იმის შესაძლებლობა უკვე ბიზნესის გრადობიდან გამომდინარე, რომ დაიმატოს ხომალდები, შესაბამისად, აღნიშნულ, ასე ვთქვათ, ქართული რეგისტრაციის ქვეშ შეუძლია, რომ ლიზინგითაც მათ შორის ისევე როგორც ნასყიდობით დაირეგისტრიროს ახალი ავიახომალდები ოპერირების საჭიროებიდან გამომდინარე. მადლობა ქალბატონო მარიამ, ვაყენებ საკითხ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? მადლობთ. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. კანონპროექტი საკონსულო საქმიანობის შესახებ ქალბატონო ხათუნა გთხოვთ.
მოგესალმებით. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საკონსულო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს. მოგახსენებთ პრინციპების დონეზე თუ რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილების ინიცირება. მოგახსენებთ, რომ დიპლომატიური სამსახურის საკმაოდ სპეციფიური მიმართულება არის საკონსულო საქმიანობა. ამაზე მოწმობს ისიც, რომ ამას აქვს, ასე ვთქვათ, ცალკე სამართლებრივი ჩარჩო საკონსულო საქმიანობის შესახებ კანონის სახით და ასევე გამომდინარეობს ეს ვენის 63 წლის კონვენციიდან საკონსულო ურთიერთობების შესახებ. ეს სპეციფიკა სწორედაც რომ გამოხატულია მათ შორის სპეციალურ სასწავლო პროგრამებში, რომელიც ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროში და თითოეული საკონსულო თანამდებობის პირი იმისთვის რომ მან ასე ვთქვათ ეს თანამდებობა დაიკავოს, ანუ საკონსულო ფუნქციის შესრულების უფლება მას მიეცეს, აუცილებლად უნდა გაიაროს სპეციალური სასწავლო პროგრამა და უნდა მიიღოს სპეციალური სერტიფიკატი, ანუ ეს არის სერტიფიცირებული, ასე ვთქვათ, პროფესია. ამას უზრუნველყოფს ცხადია საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცვლილების არსი არის ის, რომ მოგეხსენებათ საგარეო საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული რეფორმის პროცესი არის დაწყებული, რომლის დასრულების შემდეგ იცვლება სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობა მათ შორის და გვექნება ახალი სტრუქტურა. ამ სტრუქტურას შეერწყა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სასწავლო ინსტიტუტი ლევან მიქელაძის სახელობის და ის ფუნქციები, რომელიც ჰქონდა ამ სასწავლო ინსტიტუტს, ახლა მთლიანად დაეკისრება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, რომელიც მათ შორის პროფესიულ განვითარებაზე და ამ სასწავლო პროგრამების უზრუნველყოფაზე იქნება პასუხისმგებელი და ეს ცვლილებაც სწორედ ამას ეხება, რომ კანონში იყო პირდაპირ ჩანაწერი თუ ის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემდა სასწავლო ცენტრი, ახლა ასე ვთქვათ, მის ნაცვლად კანონში იქნება მითითებული, რომ ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და ეს მინისტრის ბრძანებით უკვე დაეკისრება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. მადლობა. კი ბატონო, ტექნიკური საკითხია, მე მგონი დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს, შესაბამისად დავაყენებ კენჭისყრაზე ამ საკითხს, ვინ არის მომხრე. მადლობთ, საკითხი მიღებულია, მადლობა ქალბატონო ხათუნო. ჩვენ დღეს მეტი საკითხი არ გვაქვს განსახილველი, ასევე გაცნობებთ, რომ ზეგ 11 საათზე გვექნება კიდევ ერთი სხდომა კომიტეტის, სადაც მოწვეული გვეყოლება უნგრეთის ელჩი და მოვისმენთ მის ოთხშაბათს და მოვისმენთ მის, ასე ვთქვათ, ხედვას, როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე საერთაშორისო და გლობალური საკითხების სხვადასხვა მიმართულებაზე. დიდი მადლობა კომიტეტის სხდომა დამთავრებული.